აბა თქვენ იცით ბიჭებო. ონი შემი დაიწყე. არა, შენ დაიწყე. ბიჭო რა, თქვი რამეა. სულ შენ იწყებ ხოლმე და გისმენ. ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა. მაგრამ უფრო გვიხარია რომ ქალები არ ვართ. არა, ახალგაზრდები ხართ და მაინც არა თქვენ რო ცოტა დიდები იყოთ, მაშინ ქალები არ უნდა იყოთ. ეხლა სიხარულიძე ბევრი ქალისთვის სიყვარული ძია. გივის სიხარულიძე რომ ქალი დაბადებული იყო. მე გენახა სიხარული შენ. გივის სიხარულიძეს უყვარს ქალები. და ქალებს უყვართ ბრედ პიტი. გივის სიხარულიძე რასაც ამბობს, ყველაფერი რომ დაუჯერო, კი და კომპლექსება კაცი. გივის სიხარულიძე 17 წიგნი აქვს გამოცემული თემაზე, როგორ მოვატყუოთ მთელი ქვეყანა ჩვენი ინტიმური ცხოვრების თაობაზე. გუგა, გივის სიხარულიძეს წიგნი გააქვს წაკითხული? რა შემო, კიდე კაი კითხვა არ მიყვარს. გივის სიხარულიძე ასევე პოეტია. ეგე ჩამყავდეს ახლა კოტე ყუბანეიშვილი. ბრავო. როგორც მე ქართანი და პოეტი გივის სიხარულიძესთან მუზები დეკოლტეტი მიდიან. გივის სიხარულიძე პროფესიით აგრონომია. იქნება რაც მაგას ქალები ყავს აყვავებული. როდესაც გივის სიხარულიძე დაიბადა 50 წლის ბები ახალს უთხრა. ქალბატონო, მაგას აქ ნამდვილად არ მოგცემდიო. გივის სიხარულიძე როცა 18 წლის გახდა, ბიძა წაიყვანა ქალებში. გივის სიხარულიძე ახლაც დადის ქალებში, უბრალოდ ისე დასაქშია, რის გამო დადის აი მაგალითად. ბრავო. გივის სიხარულიძეს მკლავზე თეონა აწერია, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ვინაისას ქალბატონი. გივის სიხარულიძის ტელეფონში ყველაზე მეტი სატექნიკის ნომერი უჭერია. ბატონი გივი ადრე იყო სუხიშვილების სოლისტი. და იქამდე ვიღაცის ჩოლისტი. გივის სიხარულიძე იმდენად რაინდული თვისებების მატარებელი კაცია, როდესაც სტრიპტიზ კლუბში შედის პირველად ასე ამბობს, აქ ამ მშვიდობაო. გივის სიხარულიძეს ძალიან უყვარს მხიარული ამბების მოყოლა. მაგრამ ის ეწყება იმის ადგილას ყოფნას არავის არ ურჩევს. ბატონო გივი, თუ რამე გეჭყინათ, არავის უთხრათ, უბრალოდ გულში შეინახით. შენახულია, უკეთ შენახული. დიდი მადლობა. როგორი ბიჭები გყავს? ძალიან კარგები ხართ, ძალიან ნიჭიერები და ვინც ეს სცენარი დაგიწერათ, ის არის ძალიან ნიჭიერი კაცი.